სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ყოველი წირვის ბოლოს, როდესაც უნდა წარმოვთქვა ქადაგება, სანამ გამოვალ სულ ნერვიულობ ყოველთვის. მინდა ხოლმე რომ ვისაუბრო მშვიდად და მოკლედ, მაგრამ გამოვდის აღელვებით და გრძლად. ნეტარისი ბრალი უნდა იყოს. ძალიან ბევრია ჩემო ძვირფასებო სათქმელი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოახლოვებული გახლავთ ნების შვიდეული. მაშინ, როდესაც დედამიწაზე გამოჩნდა ჯვრის აჩრდილი და ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანი დიდი მოვლენების წინაშე დგება და არის ძალიან დიდი მოლოდინი. ეს ყველაფერი ჩვენთვის იწყება ლაზარეს შაბათიდან. მინდა შეგახსენოთ, დღევანდელ სახარებაშიც იყო ლაზარე მოხსენიებული, რას ითხოვს მაცხოვარი იმ ჟამინდელი საზოგადოებიდან. წარმოიდგინეთ, რომ თავისი მეგობარი ლაზარე გარდაიცვალა და ადის მეოთხე დღეს, არა პირველ დღეს, არა მეორე დღეს, არა მესამე დღეს, არამედ მეოთხე დღეს. ებრაული სწავლებით მეოთხე დღეს გარდაცვალებიდან ყველა ადამიანი სული ჩადიოდა ჯოჯოხეთში. ამიტომაც მოიცადა მაცხოვარმა, რომ დარწმუნებული იყო ყველა, რომ ადამიანი მართლა გარდაიცვალა და უკვე რომ არაფრის იმედი აღარ აქვს არავის, მიდის თავისი მეგობრის ოჯახში და მას შეეგებებიან ლაზარეს დები მართა და მარიამ. აქ არის ძალიან საინტერესო დიალოგი, რომელიც ჩვენ უნდა გულისხმავყოთ. მართა და მარიამი ეუბნებიან ქრისტეს, რომ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ძმა ლაზარე აღდგება. უყურეთ, ადამიანი ელოდება მომავალში და ამ დროს ღმერთი მიდის მასთან და აპირებს, რომ აი ამ წუთში აღადგინოს ლაზარე. კაცობრიობის 80% იმიტომ არ არის ბედნიერი, რომ ელოდებიან ბედნიერებას. გთხოვთ ეს დაიმახსოვროთ კარგად. ყველა ელოდება რაღაცას. რომ აი მერე იქნება, როდისღაც ბოლოს. ეხლა არა, მერე იქნება. არა, მაცხოვარი ეუბნება, რომ თუ ირწმუნებ, დღესავე იხილავ შენ სასწაულს და საოცარი კურთხევა, გარდააგორეთ ლოდი. ღმერთმა 4 დღის მიცვალებული უნდა აღადგინოს და ლოდს ვერ გადააგორებდა ქრისტე? არა. საჭიროა სინერგია, საჭიროა ადამიანის განწყობაც, რომ თუ შენ გონებაზე და გულზე და შენ ცნობიერებაზე დიდი ლოდია მიფარებული, მიგორებული, შენ ვერც აღდგომას გაიგებ, ვერც ბზობას ვერ გაიგებ და ვერც სახარებას ვერ გაიგებს. ამიტომ კატეგორიული მოთხოვნა აქვს ქრისტეს, რომ გადააგორეთ ლოდი. ძალიან დიდი ლოდია მიფარებული, იმიტომ რომ ხეცებს არ შეეჭამათ მიცვალებული და საკმაოდ მოგეხსენებათ, როგორი სუნი შეიძლებოდა ყოფილიყო იქ. მას შემდეგ, რაც შესრულდა მაცხოვრის კურთხევა და ლოდი გადააგორეს, ლაზარეს უხმობს ქრისტე. ანუ ამით მიგვანიშნებს, რომ მიცვალებულებსაც ესმით მისი ხმის, რომელიც ცხოველთა და მკვდართა აღდგომა. ჩვენი ღმერთი არის ცოცხლების და მიცვალებულების ღმერთი. მაგრამ აქ კიდე მეორე სასწაული, რომ ლაზარე გამოდის შეხვეული ტილოებში. და თუ ხატი გინახავთ, აი მერე ხდება იმ ტილოების მოხსნა. სახარებაში ეს არ წერია, მაგრამ წერია საკითხავებში, რომ თითქოს აი ხტუნვით გამოდის შებოჭილი ადამიანი, შეხვეული ხო ვერ გაივლის და ესე ხტუნვით მოდის. როდესაც ადამიანს ესმის ღმერთის ხმა, ის არ შეიძლება რომ მკვდარი იყოს და ის არ შეიძლება რომ ჯოჯოხეთში დარჩეს. ადამიანი, რომელიც უსმენს ღმერთს, ის ხტუნვით სიხარულით გინდაც მიცვალებული იყოს მივა იესო ქრისტესთან. ეს არის პირველი, რაც ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ. მეორე, რატომ შედის მაცხოვარი დიდებით და რატომ აკეთებს ამას, რომ თითქოს თავდაბალი ღმერთი და რა თქმა უნდა თავდაბალი ღმერთი ინებებს, რომ ამ ყველაფერს ძალიან დღესასწაულის სახე მიეცეს. ოღონდ ძალიან უჩვეულოდ აკეთებს ამ ყველაფერს,
არა ცხენზე, ცხენი უარყოფილია, იმიტომ რომ ესენი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისათა ვერ ევოდეთ მათ. ცხენი ბრძოლის, ომის, დაუმორჩილებლობის სიმბოლოა. ებრაელებს როდესაც გამოვიდნენ ეგვიპტის მონობიდან, ანუ ჯოჯოხეთიდან რომ გამოვიდნენ, ფარაონის მხედრობა ეტლებით და ცხენებით დაედევნენ. და აი ამიტომაც არ უნდა ღმერთს რომ მაინც ცხენით შევიდეს და ამით მიანიშნებს ყველა ისეთ პიროვნებას, ვისაც ევალება ხალხის პატრონობა, ხალხის მთავრობა, ხალხის დამწყემსვა, რომ მე განკაცებულმა ღმერთმა ვინებე კიცვა ზედა კარაულისასა, ანუ გასახედნ ჩოჩორზე ამხედრება. ამით მიანიშნა რომ თავდაბლობით და უბრალოებით აპირებს იერუსალიმში შესვლას. არა სახედრით, სახედარი ეს არის ძველი აღთქმის ერის სიმბოლო, რომლებიც სამწუხაროდ შორს არიან მისგან, არამედ გასახედნი, ესე იგი წარმართობა უნდა რომ შეიყვანოს იერუსალიმში. და რაც მთავარია, ყველაზე მთავარი სამწუხაროდ ბევრმა ადამიანმა ეს არ იცის და ამაზე არ מחვილდება ყურადღება. როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ ჩვენი ღმერთი არის იესო ქრისტე ღმერთი, ამაზე იუდეველები, მუსლიმანები და გარკვეული სექტანტები გვეკამათებიან. აი მინდა რომ თქვენ დაიმახსოვროთ ძველი აღთქმიდან. ისინი არც მუსლიმანები მოგეხსენებათ რომ ძველ აღთქმას აღიარებენ და იუდეველები აღიარებენ ძველ აღთქმას. გარკვევით და მკაფიოდ წერია იესო ქრისტეს შესვლა იერუსალიმში, როგორც ისრაელის მეფის. ეზეკიელი იყო დიდი წინასწარმეტყველი, როგორც დანიელი, როგორც იერემია და ეზეკიელი 44 თავში. თუ გყავთ ვინმე ახლობელი ებრაელი ან მუსლიმანი, წაკითხეთ რა და რა სიტყვით ძალიან მაინტერესებს. ძალიან მკაფიოდ, საკმაოდ საუკუნეებით წინ, როგორც ზაქარია მიწინასწარმეტყველა მეცხრე თავის მეცხრე მუხლში, ასევე იწინასწარმეტყველა ეზეკიელმა 44 თავში და ამოგიკითხავთ. და მეორე თავია 44 თავის მეორე მუხლი. მითხრა უფალმან ეს კარიბჭე მოგეხსენებათ იერუსალიმის გალავანი ქონდა შემოვლებული და ერთ კარიბჭეს ერქვა ოქროს კარიბჭე, სადაც საუკუნეებით ადრე ეწერა რომ აქ მარტო მესია უნდა შევიდეს. მარტო მესია უნდა შევიდეს და ეს კარები ეხლაც დახშულია და ელოდებიან ებრაელები რომ მაშიახი რომ მოვა, ანუ ცრუ მესია რომ მოვა, ვის გამოც ეს ომები დაიწყეს ახლა, იცოდეთ კარგად, პოლიტიკაში არ გადავდივარ, იცოდეთ რომ ეს ყველა ომები მხოლოდ იმას ემსახურება, ომები და ამბავი ბრძოლათანი, რომ მესიას მოუმზადონ ბილიკები. და იმ კარიბჭეში, ოქროს კარიბჭეში მხოლოდ მესია უნდა შევიდეს და სხვა არავინ. ეს კარიბჭე ჩაკეტილი იქნება, არ გაიღება, კაცის შვილი ვერ შევა იქ, რადგან უფალი გარკვევი წერია ისრაელის ღმერთი შედის იქ, ამიტომაც დაკეტილი იქნება. როგორც კი გაიგეს რომ იესო ქრისტე შევიდა სასწაულებრივად, სასწაული მოხდა, იმიტომ რომ იმ დროს იყო რესტავრაცია უკეთდებოდა კარებს და ღვთის განგებულებით კარები ღია იყო და აი ამ დროს შედის და ეს რო გაიგეს ებრაელებმა რომ აი ამ კარიბჭით შემოდის მესია, ანუ იესო ქრისტე, აი აქ უკვე ვეღარ დამალეს აღშფოთება, ძალიან გაბრაზდნენ, მაგრამ ებრაელები, შვილები, ივანე ოქროპირი ამბობსო, თითქოს გამოსტაცესო დავით მეფსალმუნეს ქნარი და ძუძუმწოვარა ბავშვებმა, ხა წარმოგიდგენიათ, ძუძუმწოვარა ბავშვმა ღმერთი როგორ უნდა ადიდოს, ხო შეუძლებელია ასეთი რამე, მაგრამ შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღვთისა მიერ და პატარა ბავშვები ადიდებენ ღმერთს და პატარა ბავშვებს მერე უკვე აყვებიან უფროსები და ამბობენ შემდეგ სიტყვებს ოსანა, მაღალთაშინა, კურთხეულარს მომავალი სახელითა უფლისათა. თუ არა მესია ისრაელის ღმერთი, სხვა ვერავინ ვერ შევიდოდა, ვეღარ შევა ვერასოდეს ამ კარიბჭეში. ეს არის შემოძვირფასებო ყველაზე დიდი განცხადება იმისა, რომ ჩვენი ღმერთი არის ჭეშმარიტი მესია და ჩვენ მას შესაბამისი პატივი უნდა მივაგოთ. რა პატივისცემაზეა საუბარი?
ეხლა თქვენ ბრძანდებით ხელში წმინდა, ასე ვთქვათ, მწვანე ბზის რტოებით. ბუნებრივია ჩვენ ამაზე დიდი ფიქრი არ დაგვჭირდება, რატომ მწვანე, რატომ მარადიული სიმწვანე. ღმერთთან ურთიერთობა, ღმერთის დიდება, ღმერთის თაყვანისცემა, ღმერთთან ლოცვა არის მარადიული. ეს არ შეიძლება დასრულდეს, ეს არ შეიძლება იყოს ყვითელი, ეს არ შეიძლება იყოს წითელი, ეს არ შეიძლება იყოს დროებითი მოვლენა. ადამიანის და ღმერთის ურთიერთობა, ეს არის მარადისობა. ეს არის მარადისობა, ჩემო ძვირფასებო და თუ თქვენ ამას წარმოიდგენთ, თქვენ იქნებით ბედნიერი ადამიანები. ნუ ფიქრობთ წარსულზე, ნუ ფიქრობთ მომავალზე, იფიქრეთ, რომ დღევანდელ დღეს ჩვენ გულზე და გონებაზე უნდა იქნას გადაგორებული ლოდი და შემოვიდეს ქრისტე ჩვენს გონებაში. თუ ჩვენი გონება და გული დღეს აი ახლა ამ წუთში არ შეიცვლება ცუდიდან კარგისკენ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ ახლა ერთი კონა გიკავიათ ხელში, 10 კონა გიკავიათ თუ 100. ეს არის სიმბოლო მარადისობის, სიცოცხლის, სილამაზის, მაგრამ სიმბოლო უნდა გაცოცხლდეს ჩვენს ცნობიერებაში. თქვენ დღეს მეზობლები გეტყვიან, რომ ბზა მოიტანე, ეკლესიაში იყავი, მეც მომეც, აუცილებლად გაუყავით. შენ თუ გინდა ერთი რტო მიიტანე სახში, გაუყავი, მაგრამ მაგიურად არ გაუყოთ. უკადაგეთ და უთხარით, რომ აი მაშინ, როდესაც ებრაელები, ვინც უკვე მოექცა მოციქულების სახით და ტანის ამოს უფენდნენ, ანუ თავის ცხოვრებას უფენდნენ იესო ქრისტეს და ადიდებდნენ ღმერთს, ძალიან დამაფიქრებელი რამე მოხდა და ეს ჩვენ ცხოვრებაშიც მეორდება. როგორ შეიძლება რომ ადამიანები, რომლებიც გახარებულები და ბედნიერები ადიდებენ ღმერთს და ოსანას ამბობენ, არ გადის რამოდენიმე საათი და იგივე ადამიანები, ძალიან ბევრი მათ შორის, ოსანა შემდეგ ამბობს ჯვარსაცვიეგე, ჯვარსაცვიეგე, ჯვარსაცვიეგე. რატო? რა მოხდა ასეთი? რა ხდება ჩვენ ცხოვრებაში, რომ წირვის მერე ჩასულები არა ვართ გვირაბში, ვიღაცა შეიძლება ამოდიოდეს, შეგხვდეს და რაც ხდება ხოლმე თქვენს კარგად იცით მერე, ხო? ნაზიარები, განწმენდილი, აღსარება ნათქვამი, უცბად ბრინჯივით, ვიშლებით და მაშინვე მრისხანებაში ვარდებით და მაშინვე განკითხვაში და აღარ ვიტყვი რა ხდება ხოლმე მერე იქ. მეც დამემართა რამდენჯერმე და მაგიტომ გეუბნებით ამ ყველაფერს. რატომ იცით ჩემო ძვირფასებო? იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც მარტივად ადიდებს ღმერთს, მარტივადვე გმობს მას. რა არის მარტივი მადიდებლობა? მართლმადიდებლობა ცოტა რთულია, იმიტომ არის რომ ჩვენი შვილები ვერ იგებენ, პატარები არიან, დაგყავს, მოგყავს 7 წლიდან, 8 წლიდან, ხო? მაგრამ როგორც კი 13-14 წლის გახდებიან, მერე ხელს გვაშვებინებენ და აღარ მოდიან. იცით ამაზე რა პასუხი აქვს ეკლესიას? შეწურწუნდებით და შეიძლება თქვენი თავიც გეცნოთ. რუსეთში სერგეევის ლავრა არის, სერგი რადონეჟელის ლავრა, როგორც ჩვენთან სიონი, უფრო მეტი სვეტიცხოველი და სამება. და იქ არის პატარა საპყრობილე, რამოდენიმე საკანი, სადაც პატარა მოზარდი ბავშვები არიან დაპატიმრებული. და იქ შედიოდა ერთი მოძღვარი ყვება. შედიოდა ერთი მოძღვარი და ესაუბრებოდა ბავშვებს ღვთივ სულიერ საკითხებზე, მასხოვნებელ საკითხებზე. და ერთ ბავშვს ცრემლები წამოუვიდაო თვალზე და გაესაუბრა მერე რა დაგემართაო შვილო და დედაჩემიო ამ მონასტრის მრევლიაო, ანუ აი ამ სერგეევის ლავრის მრევლიაო დედაჩემიო, თანაც აქტიური მრევლიაო. და მერე ამ მოძღვარს უთხრეს, რომ ეგ ბავშვიო, მაგის დედაო, ძალიან სისტემატიური მრევლიაო. და იცით ამ ბავშვმა რა უთხრა? დედაჩემიო, სახურებიდან რომ მოდისო წირვიდანო, მთელი საღამოს განმავლობაშიო, ტელევიზორშიო, უხამს რაღაცებს უყურებსო, სვავსო და ჩხუბობსო და ცუდ სიტყვებს საუბრობსო. მშობლების დაბრკოლებული შვილები მერე აღარ მოდიან ეკლესიაში. შეიძლება თქვენს გითხრათ, თქვენმა შვილმა რო გითქვიათ, რომ
შვილო, ხო ხედავ რომ პრობლემები გაქვს, წამოდი ეკლესიაში და მათ უთქვიათ ჩვენთვის რომ შენ რო დადიხარ რა მერე დედა, მამა, შენ რო დადიხარ რა მერე, შეიცვალა რამე შენ ცხოვრებაში. ამიტომ არ ვიყოთ მარტივი მადიდებლები, მართლმადიდებლები ვიყოთ, ორთოდოქსები ვიყოთ და აი ეს მარხვა უკვე გავიდა, პირველი 40 დღე გავიდა, გუშინდელი და დღევანდელი დღე მარხვა აღარ არის, იმიტომ რომ თევზით მხსნილდება და ხვალინდელი დღე იწყება ნების შვიდეული და გთხოვთ, გემუდარებით, ჩემო ძვირფასებო, რომ ეს უამრავი შრომა, რაც ეკლესიამ თქვენთვის გასწია, შუაკვირაშიც იყო მსახურება და შაბათკვირას იყო მსახურება, მოხდეს თქვენში ამ ყველაფრის აკუმულირება, ამ ყველაფრის გააზრება მოხდეს. ყველა სიტყვა, ყველა ქადაგება, ყველა სწავლება დავიმახსოვროთ და ცხოვრებაში გავატაროთ, დამერწმუნეთ, რომ თქვენი შვილები მოვლენ ეკლესიაში. თუ თქვენ ისეთები იქნებით, როგორიც მართლა უნდა იყოთ, აუცილებლად ჩვენი შვილები მოვლენ ეკლესიაში, მაგრამ არ მოდიან, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ სახში სხვანაირად ვიქცევით და ეკლესიაში ვიქცევით ძალიან სხვანაირად. ამაზე გთხოვთ, რომ დაფიქრდეთ და ასევე მინდა ეხლა თქვენ თავს შეკითხვა დაუსვათ ყველამ. როდესაც მე ვარ კარგად, ვარ ბედნიერი, გახარებული და ოსანა მაღალთაშინავს გვალობ. მაგრამ მერე უკვე დავინახე, რომ ჩემი ღმერთი შეიპყრეს და გოლგოთის გზა შეუყენეს. მე იგივე სიხარული და იგივე განცდა მექნება ღმერთთან ურთიერთობის, თუ ღმერთი მარტო მაშინ მინდა, როდესაც კარგად ვარ, როდესაც ოჯახი, მეუღლე, შვილები კარგად ვყავს, იგივე პატივში ვართ ჩვენ, იგივე სიხარული გამაჩნია ღმერთთან ურთიერთობის. როდესაც მწუხარებაში ვართ, მივალთ მოძღვართან და ვეტყვით, რომ სამადლობელი პარაკლისი გადამიხადე მამაო, რომ მიხარია რომ მწუხარებაში ვარ. მე ასეთი ადამიანი ჯერ არ შემხვედრია, რომ ეთქვას, რომ მადლობა ღმერთო, რა ბედნიერი ვარ, რა მძიმე ჯვარი მაქვს, რამხელა მწუხარებების ნაკვერცხლები შეგროვდა ჩემს თავზე, რა ბედნიერი ვარ, არა, ჩვენ გონია რომ როდესაც ყველაფერი კარგად არის სამსახურში, ოჯახებში, მეუღლესთან, მაშინ უნდა ვიყო მადლობელი და მაშინ უნდა ვიყო ბედნიერი. აქაც ერთი პასაჟი, რომ სიხარული არის ძალიან ხანმოკლე და მალევე გამოჩნდა გოლგოთის ღრუბლები და ის ხალხი, ვინც ოსანას გალობს, არც ერთი არ მიყვება ქრისტეს. გარდა იოანე ღვთისმეტყველი, სიყვარულის მოციქული და დედა ღვთისმშობელი მიყვება იესო ქრისტეს გოლგოთაზე. აი ამიტომ დღეს თქვენ გთხოვთ, რომ გააკეთეთ არჩევანი. ორშაბათიდან ჩვენ სად ვიმყოფებით? გავყვეთ ქრისტეს აღდგომამდე, მაგრამ აღდგომამდე გოლგოთა, აღდგომამდე ჯვარცმა, აღდგომამდე გაყიდვა, აღდგომამდე უმადურობა, აღდგომამდე ძილია. ძილი კი გეცემანის ბაღში იესო ქრისტე საღვთელმთავრო ლოცვას რო ამბობს, თქვენ რო 12 სახარებას ისმეთ და 12 სანთელი ანთია, გამოდის და რას ხედავს? პეტრე, იაკობი და იოანე ჩაძინებულები არიან. დღეს ეს ჩაძინებული მდგომარეობა არის ტელეფონი, ინტერნეტი და ასე შემდეგ. თუმცა მოკითხო ყველა მარხულობთ, არა. გთხოვთ, რომ ორშაბათიდან ძალიან შევამციროთ ინტერნეტი, ძალიან შევამციროთ ტელევიზია, ძალიან შევამციროთ მოსმენა ვიღაცეების, რაღაცეების, იქ რა ხდება, აქ რა ხდება, სად რა დაბომბეს, რომელმა პოლიტიკოსმა დაიტირა პატრიარქი, ვინ იქნება პატრიარქი, არ გვინდა ჩემო ძვირფასებო, ამაზე ბჭობა, ამაზე ნერვიულობა, ვიცხოვროთ აწმყოთი. აი დღეს უნდა იქნას ლოდი გარდაგორებული. დღეს უნდა მოხდეს აღდგომა, დღეს უნდა მოხდეს ჯვარცმა, დღეს ყველაფერი დღეს ხდება. არავინ არ ვიცით, მე რა იქნება. აი ამიტომ გთხოვთ, რომ დაფიქრდეთ კარგად, გაანალიზოთ, ეს ბზები გულზე მიიხუტეთ, ეამბორეთ და დიდი მოწიწებით და სასოებით მიიტანეთ სახში, რომ თქვენი ურწმუნო ოჯახის წევრები და მეზობლები რო დაინახავენ, კი არ დაქცინონ და რა თქვან, რომ მაგას რა ბზები უშველის, როგორი ჭორიკანა და ბოროტია, არამედ თქვას, რომ ეს ის არ არის, რომ ასე რო იქცეოდა და ისე რო იქცეოდა, როგორი მშვიდია, როგორი მოსიყვარულია, როგორი გაწონასწორებულია, როგორი კეთილი გახდა, როგორ მოწესრიგდა,
როგორ შეიცვალა. მე მგონი არ არის ჩემო კარგებო ამ ყველაფრის შესრულება და გთხოვთ რომ ეს ყველაფერი დღეს ბოლომდე შემოვიდეს ჩვენს გონებაში, ბოლომდე შემოვიდეს ჩვენს გულში. ეხლა მე წავიკითხავ ლოცვას და ლოცვის წაკითხვის შემდეგ სათითაოდ მობრძანდებით, ეამბორებით ჯვარზე და მოძღვრები დაგისხავენ ნაკურთხ წყალს ჯვარზე და თქვენი ბზები იქნება ნაკურთხი.